საღამოშვიდობისა ბატონო გია, მადლობა პირველ რიგში, რომ დავთანხმდით ინტერვიუს. მადლობ თქვენ. ბატონო გია, რომ შევაფასოთ 2025 წელი, თქვენი შეფასება როგორი არის, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ? ვაიმე, რა ვიცი, ძალიან რთული რა. დღეს ვფიქრობდი ზუსტად მაგაზე რა, დღეს ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ საერთოდ რა ვიცი, ესე იგი ბეწვზე ვართ გადარჩენილები, იმიტომ რომ იცით თქვენ ხა დღეს რა ინფორმაციაც გავცელდა უკრაინას და ნატოსთან მიმართებაში, რომ მოკლედ გამორიცხულიაო და საბოლოოდ უარი უთხრეს. ესე იგი, არ ვიცი რა დაგვემართებოდა ჩვენაირ პატარა ქვეყანას, რასაც გვთავაზობდნენ იმ ბრძოლაში რომ შევსულიყავით, ალბათ დღეს საქართველოს აღარ იქნებოდა და ეს რა ვიცი, ალბათ ღმერთის დიდი საჩუქარია, რომ დღეს ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ, რომ მშვიდობა არის ჩვენთან და რა თქმა უნდა იმ მდგომარეობაში არა ვართ, ღვთისწყალობით რა მდგომარეობაშიც უკრაინა არის დღეს. როდესაც ხელისუფლებისგან ვისმოდით ჩვენ აი ამ ხნის განმავლობაში, რომ პირდაპირ მოწოდება იყო და მოთხოვნა უცხოეთიდან, რომ საქართველოს ჩართულიყო საომარ ვითარებაში, ეს ოპონენტები ამბობდნენ, რომ არის პროპაგანდაო და არის ტყუილიო. ანუ დღეს ფიქრობთ, რომ ყველაფერი გამოვლინდა ბატონო გია ამ უკრაინის თემით? მაგას ვიზეთ გადარჩენილები ვართ რა, აი ბეწვზე ვართ გადარჩენილები. კიდევ აი კარგი რომ ისე არ განვითარდა მოვლენები, როგორც ისინი იძახდნენ, რომ აი აუცილებლად ყოველ მიზეს გარეშე რუსეთი დამარცხდება და გამორიცხული 1%-საც არ უშვებდნენ ამისას, რომ ეს ნატოს თემა მოიხსნებოდა და ესე იგი, რა ვიცი რა, რას არ იძახდნენ, ხო? ყოველგვარ ფანტაზიას ცილდებოდან მათი ნალაპარაკები, მაგრამ იმ ხალხმა ვიც ნორმალურად აზროვნებს და რაღაცნაირად ორიენტირებული არის რაღაც მართლა იმაზე ღირსეულ შედეგზე, რომ შედეგი მიიღოს და მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ, ამ ხალხმა გადაარჩინა პრინციპი ჩვენი ქვეყანა დღევანდელ სიტუაციაში, რომ არა ვარ ჩვენ უკრაინის მსგავსად რა, აი როგორ გითხრათ, ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვარ და აი საერთოდ რომც არ დაეპყროთ საქართველოს და აი გადმოსულიყვნენ აი 2 კილომეტრი ხო იგოეთთან რომ გადაეჭრათ ტრასა მორჩა საქართველოს აღარ იარსებობდა რა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს გაყოფილი რო ყოფილიყო დაივიწყეთ საერთოდ საქართველოს ამბავი და დაგვევიწყებინა რა არ გჭირდებოდა ამას არავითარი ბომბები და არავითარი სროლა რა ელემენტარულად გვიყენებდნენ იმისთვის რომ რუსეთისთვის ყოფილიყავით რაღაც არ ვიცი რა პროვოკაციის შემსრულებელი და მაგათი იმითი ჩვენი რაღაცით ესარგებლად რა ანუ ჩვენი კეთილი დამოკიდებულებით ასე თუ ისე რომ კეთილი დამოკიდებულება გქონდა რა ვიცი ნატოს მისიებში რამდენჯერ ჩვენი სამხედროები 35,000 კაცი ყოფილა საერთოდ მონაწილე ესეთი რაოდენობა რა ვიცი ამერიკელების შემდეგ ჩვენ ვიყავით ესეთი პატარა ქვეყანა და კიდევ კარგი ელემენტარულად ღმერთმა გვიხსნა ამ ყველაფრისგან რომ საერთოდ დღეს თვითონ რა ზელენსკის განცხადება იყო რომ ნატოს საკითხი მოხსნილიაო ნუ წარმოვიდგინეთ რა ადამიანი რომელსაც მაგიდაზე ედო მინსკის ხელშეკრულებები ხო არც ლუგანსკი იყო დაკარგული არც ის იყო დონეცკი დაკარგული იმ ტერიტორიებზე ხო საერთოდ აღარ ვიძახი ხერსონზე და იმაზე საერთოდ უკრაინის შემადგენლობაში რჩებოდა ეს ტერიტორიები უბრალოდ ვეტოს უფლება უნდა ქონოდათ აი ამ სიტუაციაში დააწყებინეს ომი წარმოიდგინეთ რა უკრაინის ომის პარალელურად ბატონო როგორ ნორმალურმა ადამიანმა დაასრულეთ რაღაც სამბო ნორმალურმა ადამიანმა როგორ უნდა იაზროვნოს ისე რომ დღეს არ იფიქროს ის რომ საქართველოს არის გადარჩენილი ბატონო გია ამ ომის პარალელურად ჩვენს ქვეყანაშიც ვითარება იყო პრაქტიკულად დაძაბული ვხედავთ ჩვენ რაც ხდებოდა თუნდაც რუსთაველის გამზირზე ერთი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირის გადაკეტვები შემდეგ იყო 4 ოქტომბერი პაატა ბურჭულაძის და ორგანიზებით ვისმენდით განცხადებებს რომ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა და დღეს პაატა ბურჭულაძე და რამდენიმე ადამიანი არის ციხეშიც აი ამ ყველაფერს აი ამ აქციებს თქვენ დღეის გადასახედიდან როგორ უყურებთ რა არის იცით მე არ ვიცი რა შეიძლება ეხა ამდენი ხანი თუნდაც დავანებოთ ყველაფერს თავი ხო ამდენი ხანი პოლიტიკაში იყვნენ ადამიანები ეხა პაატა ბურჭულაძეს არ გულისხმობ ცხადია დანარჩენებს გულისხმობ ნაციონალური მოძრაობიდან რა და არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ის გასაგებია რომ დაუშვათ აი იქიდან დაფინანსება და უცხოეთიდან და ასე შემდეგ მაგრამ
ის როგორ ვერ უნდა დათვალო, რომ სოფლიო იცვლება, სხვა სიტუაცია ხდება, სხვა მოცემულობები ყალიბდება, აბსოლუტურად ეს როგორ ვერ უნდა დათვალო და როგორ უნდა გინდოდეს, რომ შენი ქვეყანა გადააგდო პირდაპირ შეაგდო ბუხარში, მე არ ვიცი რა. ისე რომ არც დაფიქრდე ხვალინდელ დღეზე, შენი შვილები, შვილიშვილების ბედზე, ნუ რა დღეში ვიქნებოდით თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რა. ეს ხო არ არის ელემენტარულად გმირობანას თამაში ხო არ არის არა? მომავალი საქართველოს ბედი არის დამოკიდებული ამაზე, გადავრჩებით თუ არ გადავრჩებით, ხო? ხო და რაღაცა ეს ურაპატრიოტული გამოსვლები და თან ისეთი ადამიანებისგან საერთოდ ხმარო არ მოუღიათ არასდროს იმ რაც ხდებოდა ამ ძალადობებზე, ამ უბედურებებზე, ამ პოლიტიკურ პოლიციაზე, ამ პოლიტიკურ პროკურატურაზე იქნებოდა თუ ყველაფერი პოლიტიზირებული იყო. დღეს ერთ-ერთი არ მინდა ერთ-ერთი ძველი იუმორისტი იძახის რომ ერთიო ის დამისახელეთო პოლიტპატიმარი დღევანდელიო რა. ვითომ ცინიკურად იძახის ამას და მთლიანი დედა ის იყო, მთლიანი საქართველოს პოლიტიკური ამბავი იყო, პოლიტიკური პატიმარი იყო მთლიანი საქართველოს. ჩემ მაგივრად მე რო არ დამიჭირეს და გვერდზე ჩემ მეგობრებს რო იჭერდნენ, ისინი არ არიან პოლიტიკური პატიმრები ჩემი გულისთვის. ირაკლი ბათიაშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი, სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი. იმაში რომ გადავედი 6 მაისს სამართველოს შენობაში, თვითონ პოლიციაში არ ყვიროდნენ, დუბინკებს აფრიალებდნენ და მიშა-მიშას ყვიროდნენ. ეს არ იყო პოლიტიკური ამბავი? პოლიტიკური პოლიცია არ იყო ესა? ადეიშვილი, მერაბიშვილი და ახალაია იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების შეფები. ყველანი სამივე იყო პოლიტიკური ამბავი, პოლიციაც, პროკურატურაც და ისიც რა ქვია. და ადეიშვილიც, რა იუსტიციაც რა. აი ბატონო გია, თქვენ როდესაც აი ამ პროცესში ვიყავით შართული და ყველას ახსოვს რა ვითარებაშიც გიწევდათ მაშინ თქვენ ბრძოლა. როდესაც საუბარია ხოლმე იმ ადამიანებზე, თქვენ თქვით რომ არ გახსოვთ ეს ადამიანები. მაგალითად იგივე პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიცია ან თუნდაც რაღაცა კომუნიკაცია ქონდათ თქვენ დროს და აპროტესტებდნენ აი ვითარებას? არასოდეს მე პაატა ბურჭულაძესთან არ მქონია კომუნიკაცია. ერთადერთი მახსოვს რაღაცა ზეწოლა იყო პაატა ბურჭულაძეზე, როდესაც მე ვიყავი საკანში. და მაშინ მხარი დაუჭირე, იმიტომ რომ რაღაცა ნაცების მხრიდან მახსოვს, რომ რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად თემა, მაგრამ რაღაცა ზეწოლა იყო და მხარი დაუჭირე პაატა ბურჭულაძეს მაშინ და მეტი მე შეხება არ მქონია არც პირადი ურთიერთობა ან აი გიგულიანზე ან ობაქიძეზე ან ტერორზე რამეზე არაფერზე პროტესტი ანუ არ ხოდა. მაგალითად მამუკა ხაზარაძე მყავდა კარგა ხდის წინ ეთერში და მითხრა რომ როდესაც ბრალდებებია ჩემი მისამართითო რომ ხალხს სახლებიდან ვასახლებდი ეს ყველაფერი ტყუილიაო და მე ხელისუფლებას ვერ ბრძოდიო წინა ხელისუფლებასო და იყო ასეთი ფაქტები თუ გახსოვთ რომ ბატონი ხაზარაძე რომ ებრძოდა თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას. აი გეუნებით რა, მე არ ვიცი ხა მამუკა ხაზარაძე ვის ებრძოდა და რას ებრძოდა, ყოველ შემთხვევაში მე ის ვიცი რომ ფქონებებს იფორმებდა რა პატიმარი ადამიანებისგან და ის ვიცი რომ 26 მაისს ღირსების ორდენს იკიდებდა რუსთაველის გამზირზე რა ხალხი რომ მტრები ეყარენ იმაში ზემოთ რა ქვია ჯიხურის რა ვითომ დენით გარდაცვლილები რა მე პირადად ჩემთვისა აქ ნათქვამი მაგას რაღაცაზე რომ უთხარი რომ ეს როგორ გააკეთე მეთქი ნაციონალური მოძრაობის დროს ანუ საქმე რაში იყო დაჭერილი იყო ჩემი მეგობარი და მისი ანგარიში გახსნა თავის ბანკში მისდა დაუსწრებლად იქ ჩაარიცხინა ფული და ის ფული გაქრა და ეს როგორ გააკეთე მეთქი რომ მივედი და უთხარი საბოლოო ჯამში რაღაცა დაგერეკა და გეთქვა მეთქი იქნებ რაღაცა ესეთი მიცნობდი მეთქი და გიცნობდი მაგრამ რა ვქნაო მაშინ ესეთი დრო იყოო რა აი ესეთი პასუხი გამცა ბატონო გია მაშინ დრო იყო იმიტომ რომ მაშინ იყო ამბავი როდესაც თვითონაც ეშინოდა ხო თითქოს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ხო ეს მაგრამ
საბოლოო ჯამში თვითონ იმათაც ეშინოდათ სიტყვის თქმის, ამის თქმა მინდა რა. აი იმათ წარმომადგენლებსაც რომ ზედმეტი არაფერი მოსვლოდათ რა. და ეს არის ზუსტად ავტოკრატია რაც იყო და ეს არის ზუსტად ის რაც დავამარცხეთ და ეს თავარი შიში მოხსნილია ქვეყანაში რა და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე დიდი მიღწევა რაც ამ ქვეყანას დღეს მოპოვებული აქვს რა. რომ არავის არაფრის აღარ ეშინია რა და ხედავ თქვენ რას აკეთებ და რა დღეში არიან გინდა ტელევიზიებში, გინდა ციხეებში, გინდა ნებისმიერ სიტუაციაში რა. დღეს, როდესაც თქვათ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი არის სარჩელი ნაციონალური მოძრაობისა და მათთან აფილირებული პარტიების აკრძალვის შესახებ, თქვენ ამ საკითხს როგორ უყურებთ, ბატონო გია? დადებითად ძალიან რა თქმა უნდა რა. რა თქმა უნდა, ეხა ის ძალა, რომელიც არის ტერორისტული ძალა და ის ძალა, რომელიც არის საკუთარი ტერიტორიების დამკარგავი ძალა და აი თუნდაც პროვოკაციაზე წამოგებული, ყველაფერზე თავი დავანებოთ, ხო? ამ იმას 2008 წელს გულისხმობ. რა თქმა უნდა ეს პარტია და ის რაც ჩაატარეს და რაც აკეთეს საერთოდ, რაც აკეთეს, ხო? ესეთი რაღაცა მოხდა ნაცისტურ გერმანიაში და ყველგან სადაც კი ესეთი რეჟიმები იყო, ყველა გასამართლდა, ხო? კამბოჯაში გასამართლდა ეგერ პოლპოტი და რა ვიცი, ყველგან გასამართლდა რა. ის სისტემა რასაც ამას თავისი სახელი თუ არ დაერქვა ხვალინდელი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, გამორიცხულია. ოპოზიცია ვერ გაჩნდება, ახალი რაც არ უნდა კარგი იყოს რა. და მთავარია ამ ქვეყანაში ღირებული და კარგი ოპოზიცია გაჩნდეს რა და არა ის რაღაცა გუშინდელი დღე ჩარჩენილები მე-20 საუკუნეში დღესაც რომ ნატოს ყვირიან და იძახიან. ამ ნატომ რა დამართა უკრაინას იციან? ეს ნატო რა ვიცი წითელი იმისავით არის ნაჭერივით არის ხარც რო აუფრიალო ხო ეგეთი რაღაცა არის რუსებისთვის და მაინც იქ მიეტენებიან რა რომ თავისი ქვეყანა ჩაწიხლონ და ბოლომდე ესე იგი გადაუძახონ ცეცხლში რა ბატონო გია და კიდევ ერთი საკითხი მთელი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან რომ მომხდარიყო ხელისუფლების დასანქცირება. ნაწილ შემთხვევაში იყო ეს პერსონალური სანქციები. აი ამ რა შედეგი მოიტანა ქვეყნისთვის, თქვენ როგორ ფიქრობთ? არაფერი საერთოდ რა. ეს ჩვენ ძალიან უსამართლოდ გვექცევიან ამდენი ხნის განმავლობაში და ეს ყველას დაუბრუნდება და თქვენ თვითონ ნახავთ რა მალე დაუბრუნდება ყველას ეს ამბავი რა თვითონ იმ ადამიანებს იმ ბიუროკრატებს ვინც გაჭედილები არიან იმაში ევროკავშირში რა ხო და მეორე რიგში იმას ყველას ვინც უსამართლოდ გვექცევა და მოგვექცა და უსამართლო განცხადებები აკეთა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რა მოთმინება გმართებს ელემენტარულად და ყურება ამ ყველაფრის და თავი და თვითონ დაიხჭობენ თავს ეგენი რა და კიდევ ერთი სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი დღემდე აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. როგორ აფასებთ აი ამ ამბავს? ვიცი, ლეგიტიმური, არ ვიცი, რამდენად ლეგიტიმურია, ხო? ნუ ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა რაღაცა ლეგიტიმური ხო უნდა გააკეთოს რა. კარგად თქვა გუში პრეზიდენტმა რომ თუ ლეგიტიმურია გამოუშვას აგერო პატიმრებიო რა ხო და ეს ყველაფერი რა ვიცი სადამდე ითამაშებს ამ თოჯინებით მე აზიარავა რა თვითონ მაინც არ ბეზდება ეხლა რასაც იძახის თა ყოველ გამოშენაზე უფრო იმარგინალებს თავს რა საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანაა და ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით რა მე ნამდვილად არ წარმომედგინა რომ სალომე ზურაბიშვილი ამ სიტუაციაში მოიქცევდა თავს რა ამას როგორ ვიფიქრებდი ახლა მე მაგის არჩევნების დროს რა რატომ მოიქცია თავი მიზეზი რა არის ბატონო ის ხალხი დაკარგა ბატონო რატომ მოიქცია თავი ასეთ მდგომარეობაში მიზეზი რა უნდა იყოს ამის რაც არის საერთოდ ბეთლიანობ ზოგადად მიზეზი ეგ არის რა თქმა უნდა სტიპენდია არის იქ მაკეინი არის ეს არის და რა თქმა უნდა ეხა ფული არის ხელფასი არის და თან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მაგის საფრანგეთიც მაგისკენ არის მაკრონი რა ხო და გახსნილი აქვს ბოლომდე რა ეგ არის რა მაგრამ იქაც შეიძლება სიტუაცია და იქაც დამთავრდება ეგ ამბავი ძალიან მალე რა ისეთ დღეში ყავთ თვითონ ევროპელი ხალხი რა
ბატონო გია, ელოდებით 2026-ის რომ ეს турბულენტური მდგომარეობა კიდე გაგრძელდება? ეს ისეთი პროცესია, რომ აი რა ვიცი, მალე ვერ მორჩება, იმიტომ რომ რაღაც ახალი პროცესი იწყება, ხო, რაღაც მულტიპოლარული სამყაროს შექმნის პროცესი იწყება და რა ვიცი, აი გადაწყვეტილებები რომ რამდენად ჩქარად იქნება მიღებული და როგორ გადაინაწილებენ ეს დიდი იმპერიები გავლენების სფეროებს, ამაზეა დამოკიდებული და ეს რამდენ ხანში მოხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით. მე მგონი რომ ჩქარა მოხდება, რაც უფრო მალე დამთავრდება უკრაინის ომი და ეს საშინელი სისხლისღრა, რასაც უკრაინა ამ რაღაცა, არ ვიცი, მტრული ხელისუფლების მიერ აღმოჩნდა, იქ სადაც აღმოჩნდა, ეს როგორც კი მორჩება და რაღაცა დაილაპარაკებენ დიდი იმპერიები, მე მგონი რომ ეს ყველაფერი მალე მორჩება, მაგრამ ეს როდის იქნება, არ ვიცი.